საღამო მშვიდობის ძლიერი სქესის წარმომადგენლებო, დიდი მეც ვიტოვებ, რომ ჩემს არხზე დიახაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები ბრძანდები და არა მხოლოდ უბრალოდ ბიოლოგიური კუთვნილება, მაგრამ პროფიტი სქესისა. და ვბედავ და ამას ვაჟღერებ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბოლო დროს ისეთ კაზუსებს და შემთხვევებს ვხვდები, ისეთი ინფორმაციის მიღება და გადამუშავება მიწევს, რომ აი გულწრფელად მეშინი არ ვიცი, სად ვართ, რა კატაკლიზმების წინაშე ვდგავართ და რა ამნაირი ბუნებრივი ასე ვთქვათ წარღვნები და მეწყერები დაგვატყდა თავს, რომ ასეთი, სინტაქსური ცვლილება მოხდა მამაკაცების ხასიათსა და დამოკიდებულებებში, ბიოლოგიას და ფიზიოლოგიას რომ თავი გავანებოთ. კიდევ ერთხელ განმეორდები და ძალიან დიდ რწმენას და იმედს გამოვთქვა, რომ ჩემს არხზე მართლა მამაკაცები ხართ, პირდაპირ მნიშვნელობით. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ბიოლოგიას არ მოვიაზრებ და მიმიხვდება მიმხვედრი და ჭკვიანი ადამიანი და აქაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიახ, ჭკვიან ადამიანებთან მაქვს საქმე. და ვნახოთ დღეს ასეთი გაშლა, ვინ არის ქალი, რომელიც თქვენ არასდროს არ დაგივიწყებთ. რაც არ უნდა მოხდეს თქვენ მის გონებაში, ყოველ შემთხვევაში, დასამახსოვრებელ ენერგიას და მუხტს დატოვებთ და რატო ვნახოთ პირველი, მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი და დავიწყოთ სიგნიფიკაციით. ვისთვის არის ეს გაშლა, ხო? თქვენი სიგნიფიკაციით. სამიანი ხმლები. რა ვიცი, ახლა ესეთი არკანები როცა ამოდის ხოლმე მეგობრებო, მე ვამბობ ხოლმე, რომ ენერგიებს მიყვებით თქო, იმიტომ რომ ახლა რაღაცა ცოტა არ ვიცი, წარმოუდგენლად მიმაჩნია რა. და არც მინდა დაჯერება, რომ მამაკაცები აი ამ მდგომარეობამდე შეიძლება მივიდნენ, რომ მათი სიგნიფიკატორი გახდეს ესეთი ენერგიები, ხო? ზოგადად შეიძლება გულგრილობა გახასიათებდეთ, ნახეთ. არა, უნდა ვთქვა, რა ვქნახა, ენერგიებია თუ რაც არის, სიგნიფიკაცია უნდა ვთქვა. გულგრილობა ასე ვთქვათ, გახასიათებდეთ. არ გამოვრიცხავში, ხშირად ღალატობდეთ ადამიანებს, მაპატიეთ, მაგრამ რა ვქნა, ასეთ, ნეგატიური, მინორული ტონით დავიწყე. ხშირად იყოთ მარტო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოჯახი დანგრეული გქონდეთ, ახლა ვინც მიყურებთ, ან თუ დანგრეული არ გაქვთ, ვაიეგეთ ოჯახს, მაპატიეთ ამ სიტყვაზეც. ხშირად განცალკევებულად ხართ, გარიყულადაც გიგრძვნიათ თავი, ბევრ უსიამოვნებას, გაურკვევლობას შეჩეხები ხართ რა, თქვენი ცხოვრების მანძილზე. ბევრი არეულობა, ქაოსიც გქონიათ, იმედგაცრუებაც, ან თქვენ გაგიცრუებიათ სხვისთვის იმედი, რა ვქნა, აქ ესეთი ემოცია მომდის. და ძალიან ხშირად თქვენი ეგოიზმით გაგინადგურებიათ სხვა ადამიანები, გაგინადგურებიათ ურთიერთობა, გრძნობა და დანაკარგებიც მრავლად გქონიათ. არ გამოვრიცხავ, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მიყურებდეთ რაღაცა ესეთ კავშირთან, იარაღთან დაკავშირებული, ასევე გულთან დაკავშირებული, რაც კარდიოლოგები, ან ენერგოპრაქტიკოსები, ზოგადად ექიმები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც. კი ბატონო, ხო, არ ვიცი, რაღაცა ესეთი მთლად სუფთა ენერგიებით ვერ მოდიხართ ყოველ შემთხვევაში ახლა და აქ თუ საერთოდ ესეთი თვისებების არ ხართ, მე არ მინდა დაჯერება, რომ საერთოდ ეგეთი რაღაცები გახასიათებთ. კარგით, ნახოთ, ვინ არის ქალი, ვინც თქვენ არასდროს არ დაგივიწყებთ ერთი არკანით, მერე რა მოხდა თქვენს შორის და რა კვალი დატოვეთ მის ცხოვრებაზე, ხო? და ახლა ამ წუთას რა ენერგიებშია თქვენს მიმართ. ეს ვნახოთ. ვინ არის ქალი? ოხო, მაღალი არკანით ამოდის უკაცრავად დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ მის ენერგიებთან ვერ მოხვალთ, მაპატიეთ, მეგობრებო, არაფერი პირადული, რასაც წარმომაჩვენებს, იმას გიჟღერებთ. ზომიერების არკანით, მეგობრებო, ეს ადამიანი არის, ჯერ საერთოდ მაღალი არკანით რომ ამოდის, დამეთანხმებით უკვე ცოტა რაღაცა სხვა განსაკუთრებულ შემთხვევასთან, ყოველ შემთხვევაში არასტანდარტულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ხო, განსაკუთრებულთან თუ არა. მშვიდობის მოყვარულია ეს ადამიანი. ძალიან მომთმენია.
ტაქტიანია, ძალიან ტაქტიანია. აი შინაგანად იცით როგორია, ძალიან დიდ სითბოს, დიდ ზომიერებას, დიდ ჰარმონიას, დიდ ბალანსს ატარებს. ძალიან უყვარს ზოგადად ბალანსირებული ურთიერთობები, სადაც ვიხმარ ეკონომიკურ ტერმინს და მოთხოვნა მიწოდება და დაბალანსებულია. ძალიან ესეთი სულიერად და აი შინაგანის სამყაროთ ისეთი ამაღლებული ადამიანია. სხვათა შორის მატერიალურადაც მინდა გითხრათ, რომ არ იქნება მინუსებში ეს ადამიანი, საკმაოდ თავდაჯერებული, ძალიან მზრუნველი და აი უდიდესი შინაგანი ძალა აქვს ამ ქალს. ისეთი დიდი ძალა აქვს, რომ ნუ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ამას ძალიან რთულად თუ გამოიყვანთ წყობიდან რა. აი აბსოლუტურად სხვა ვიბრაციების ადამიანია, ძალიან დიდი მოთმინების უნარიც აქვს და სხვა შორის ძალიან დიდი პერსპექტივები ზოგადად ცხოვრებაში. არ ვიცი მეგობრებო, ახლა რამდენად ვთქვათ, შემიძლია გითხრათ სიგნიფიკაციის ნაწილში. შემიძლია გითხრათ, რომ მე კი შემიძლია გითხრათ, მაგრამ რამდენად სწორი იქნება ამას გულისხმობ, მაგრამ არ გამოვრიცხავ ზამთრის ქალიც იყოს დაბადებით. აქ არ დავკონკრეტდები, ასე ვთქვათ, კონკრეტულად რა ქვია იმას ჰოროსკოპზე, ხო, აქ ესე არ იმას ვიზამ, მაგრამ ნუ ძალიან დიდი ენერგიების მატარებელია. აი ძალიან ხშირად მინდა გითხრათ, რომ მარტო საკუთარი თავის რეგენერაციას კი არ ახდენს სწორად რა. აი სხვა ადამიანებისთვისაც ერთგვარი როგორ გითხრათ, აი ელექსირია რა. არ ვიცი, სიცოცხლის, სიხარულის ენერგიის გადამდებია, ძალიან მაგარი ქალია. ასეთ ქალს უკაცრავთ მოპატიეთ, მაგრამ აი ეს რატომ არ უნდა დაავიწყდეთ, არ ვიცი, ალბათ ძალიან ატკინეთ და იმ ნაწილში ეჯერ ხო არ გამიხშილია კომბინაცია, მაგრამ უკაცრავად რაღაცა ესეთი წინათ გრძნობა მაქვს და ესეთი ენერგიები მომდის რა, მოხდა თქვენს შორის. ბატონო, არც მეტი და არც ნაკლები. მე ტყუილად არ ვამბობ ხოლმე. ტყუილად არ მომდის ხოლმე ინფორმაცია. თქვენ შორის რა მოხდა და ტვირთები ჩამოკიდებული მამაკაცის არკანით, არ ვიცი რა ტრანსფორმაცია მოუტანეთ ერთმანეთს ასეთი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი რაღაც მოხდა თქვენ შორის, საკმაოდ უსიამოვნო, აქ დადებიც ვერ ვხედავ ვერაფერს და იმპერატორის არკანით თქვენ მოკლედ თქვენ თუ ის არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი დავაზუსტებ ხა, მაგრამ აქ მგონია, რომ თქვენ ძალიან მოიგეთ იმპერატორის როლი, გადაწყვიტეთ, რომ რაღაცეების კონტროლი და რაღაცეების მოკლედ დალაგება გინდოდათ, მაგრამ აქეთ დაგალაგათ, აქეთ მიგალაგათ, მოდით ასე ვიტყვით, მაპატიეთ პირდაპირ მნიშვნელობით და თქვენთვის არც თუ ისე კომფორტული ამბავი იყო ესენი რეები გადამოცვიდა უკაცრავად ვნახო ამომავალი მზე და პენტაკლების პაჟი. ხო, ნუ რაღაცა დაიწყო, ახალი დასაწყისი იყო ეს ურთიერთობა, არ იყო დიდი ხნის დასაწყისი და მე რატომაც მგონია, რომ ძალიან მალევე დამთავრდა. მაგრამ ამასაც ვნახავ უკაცრავად. უნდა ჩავეძიო. ხო, მე მგონი თქვენ ახლა ანერვიულდით უკვე. აქ ისეთი ენერგიები შემოვიდა. თქვენ უკვე ანერვიულდით. აბა მანახეთ კიდე. აქ იყო ილუზიები. მოდით არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ გეტყვით, ჩემო კარგო ადამიანებო, რომ ეს ადამიანი გენდოთ თქვენ ამ ადამიანს ქონდა თავისებური წარმოდგენები თქვენთან დაკავშირებით, თავისებური სცენარები თქვენთან დაკავშირებით, მართლა იმპერატორად გთვლიდათ, მოდი ასე ვთქვათ რა. მგონია, რომ თქვენ მას მოაჩვენეთ თავი, მგონია. უпростоრეთ არა, ამას ვერ მოაჩვენებთ, განათლება ან გაქვთ და ან არა, აი მართლა აბა აი ეს თავისით წამოვიდა და რა არის? აი სამყაროს არკანი. ტყუილად ანუ არასწორად არ მივდივარ. ნახეთ, როგორი მომენტები მოხდა. ამ ქალმა თქვენში დაინახა სამყაროსგან მიცემული ადამიანი, რაღაცა ნიშნად აღიქვათ, რაღაცა გაგაიდეალად, აი როგორი ენერგიებით დაგინახათ, იცით, რომ აი ეხა ნუ რაღაცა ისეთი ადამიანი ვიპოვე. თქვენ არ
არ გამოვრიცხავ, ძალიან დიდი ინტელექტი გქონდეთ, საკმაოდ ისეთი ენაწყლიანი ადამიანიც იყოთ, არც ამას გამოვრიცხავ, ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ მას თქვენი თავი ისე წარუდგინეთ, ისე დაუხატეთ, ურთიერთობა მოკლედ ისე დაიწყო თქვენს ცხოვრებაში, რომ ამ ქალს აბსოლუტური ნდობა გაუჩნდა, რაღაცა ჩათვალა, რომ აუ, ეხლა რაღაც მართლა იმას მივაგენი, ხო? ვინც მე მჭირდება, ვინც მე მომცემს სიმშვიდეს, ვინც მე მომცემს სიწყნარეს, ვინც მე რაღაცა მეტნაკლებ აი გააღვიძებს ჩემში ქალს, რა, მოდი ასე ვიტყოდი. ნახეთ, აი მე დამიბრუნებს ქალურ ენერგიებს, ხო? თქვენში ისეთი ძალა დაინახა, ეს რა გადმოფრინდა. თუ არის დაბნელება. მაგრამ რეალურად თქვენ ყველაფერში, აი არ ვიცი რა. არ მინდა ამ ტერმინის ხმარება, მაგრამ მაპატიეთ ამ ტერმინზე ჩააფურთხეთ რა. სულშიც კი ჩააფურთხეთ შეიძლება ამ ქალს ისეთი რაღაცა ქენით და ისეთი რაღაცა მოიმოქმედეთ. მანახეაბა. ხო, არ ვიცი რანაირად მოახერხეთ, რა გააკეთეთ, აი ესეთი ქალი აი ამ ზომამდე როგორ მიიყვანეთ. მაგრამ მიხვდა ეს ადამიანი, რომ უნდა ამდგარიყო და წასულიყო და თქვენს ცხოვრებაში აღარც გამოჩენილიყო. აი ახლა მეგობრებო, რა გავაკეთო? ძალიან არ გესიამოვნებათ, შეიძლება ბევრმა თქვენგანმა მეორე ჩემს გაშლას აღარ უყუროთ, მაგრამ სიმართლე რა ვქნათ, ეგრეა რა. ერთი დაბნელება მაქვს აქ, თვარის და მზის დაბნელება მაქვს მეორე და შუაში ეშმაკი. ამ გოგომ თუ ქალმა, მოკლედ, ის თავისი იდეალები, თავისი ოცნებები გვერდზე გადადო, თქვენი სახე აი ესე სარკეში როგორც დაანახებდით, თუ არ ვიცი რაღაცა ისე დაგინახათ, რომ თავში ხელი შემოიტყა ეს ვისთან მქონია საქმეო რა. ანუ თუ პირობითად ნახეთ, თუნდაც რაღაცა შემთხვევის მერე თქვენს მიმართ პატივისცემა ქონდა დარჩენილი, კიდე რაღაცა უფრო დადებით ჭრილში განგიხილავდათ, რაღაცა მოხდა ისეთი მერე თქვენს ურთიერთობაში საუბარში თუ რა იყო, რომ აუ კიდე კაი, მე სწორად მიფიქრი, აი რაღაცა ესეთი მომენტი წამოვიდა, არ ვიცი, აფერუნ თქვენ ვაჟკაცობას ამნაირი ქალი ამ დღეში რომ ჩააგდეთ, ხო? და რა ზუსტად მაგიტო არ დაგივიწყებთ არასდროს, ანუ უფრო სწორედ არ დაგივიწყებთ იმისთვის, რომ მეორედ ეგეთი შეცდომა აღარ დაუშვას. და რა ხდება თქვენს ახლა თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს, ხო? რას ფიქრობს მეგობრებო? არაფერსაც არ ფიქრობს. 6-იანი პენტაკლები, როცა ეგონა რომ იპოვა თავისიანი ადამიანი, ხო? რაღაცა სათავისოთ, თავისი აზროვნების, თავისი შეგნების, თავისი ინტელექტის, თავისი სწორფერი, ასე ვთქვათ, თქვენ ჩააგდეთ აი ამ მდგომარეობაში და ვასთ ანუ იმის რა ქვია, თვარის ბოლო ფაზა. არაფერსაც აღარ ფიქრობს, არაფერიც აღარ უნდა. თქვენთან დაკავშირებით, საერთოდ არ ფიქრობს არაფერს, მე მგონია, არ ვიცი, აბა, კიდე რამე გრძნობა გააქვს? არა, ჩამავალი მთვარე, ფარის უბრალოდ ბოლო ფაზა და შიში აქვს თქვენი. ოღონდ შიში აქვს იმის კერა, რომ რამე არ დამიშავოს. ფსიქოლოგიურად არამდგრად ადამიანად აღიქვამთ. ანუ თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ მაპატიეთ და არ ვიცი, შეიძლება ფსიქოპატათაც კი აღიქვამდეთ უკაცრავად. 100,000 ბოდიში, რასაც თქვენი თუ არ არის ეს გაშლა, всё, გადაახვიეთ, მეორე ვარიანტს უყურეთ, ან რა ვიცი, სხვა გაშლას უყურეთ, ხო? რასაც მიყვება აქ ამბავი, მეს უნდა გავაჟღერო. კი ბატონო, ეს არის უკაცრავად ქურუმი ქალი, არც ურჩევ არავის პირობითად, რომ ამ ქალთან ბრძოლაში ვინმე შევიდეს, თორე ეს იარაღით არა. არც სიტყვით. თავისი ენერგეტიკით მოგიღებთ ბოლოს და გაგანადგურებთ. ამიტომ შეირიგეთ თუ მშვიდად და წყნარად წავიდა, გაანებეთ თავი. არასდროს არ დაივიწყებს უბრალოდ თქვენსთან ურთიერთობის სიმწარეს, თორე ის მომენტი რომ გითხრათ, რომ ახლა არ დაგივიწყებთ, იმიტომ რომ აგერ ამირანი ვიპოვე და ჩემი მზე და ჩემი სწორფერიო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი კი არა და ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება. მაპატიეთ პირველი ვარიანტის მაყურებლებს ალბათ პროლოგიც ენერგეტიკულად ვიგრძენი და იმიტომ დამჭირდა რომ ვთქვი მამაკაცებთან შედარებით და ძალიან დიდი მეორე ვარიანტში მაინც ვიტოვებ რომ სწორ ადამიანებთან მომიწევს ურთიერთობა და აქ მაინც რაღაც პოზიტიურ ნაწილს ვნახავ. არ შევცვლი ახლა უცებულში გამკრა რომ დასტახომ არ შევცვალოთ ხო, მაგრამ არ შევცვლი, იმიტომ რომ არ იქნება სწორი თანაბარ უფლებიანები აღარ აღმოჩნდებით მერე ეს ორივე ვარიანტი და ასე ჯობია.
ვისთვის არის გაშლა თქვენი სიგნიფიკაცია? ჩამავალი მთვარის არკანი. მეგობრებო, ჩამავალი მთვარის არკანი რას ნიშნავს? ნახეთ, თან ანუ წარმოდგენილ ფიგურას ხელში უჭირავს ქვიშის საათი. მთვარის არკანი თქვენ იცით, რომ ეს არის გაურკვევლობების, გარკვეულწილად შიშის, გარკვეულწილად რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემების, მოკლედ თლად ისეთი არკანი არ არის. რომანტიზმსაც ნიშნავს, კი ბატონო, ნუ ახლა მთვარე თქვენ იცით მაგიაში უდიდესი დანიშნულების სიმბოლოა და ნუ თუ რამე კეთდება, ყველაფერი მთვარის ფაზების მიხედვით კეთდება, მაგრამ ნახეთ, აქ წამზომი ჩართულია რა. აი ეს თქვენი მთელი გაურკვევლობა თუ შფოთვი თუ დარდი თუ რაღაცა, აი უახლოვდება, რა ხდება, პირველი აღონდა აქ მაღალი არკანი თავმოდიხართ, პირველი ვარიანტიც ენერგიებს მიყვებოდა. აი თითქოს უკვე მთავრდება რა და აი გვირაბის ბოლოს რო სინათლე თითქოს იქ უნდა გახვიდეთ, იმიტომ რომ მთვარის გალევას მოსდევს ახალი მთვარე, ხო? ახალი დასაწყისი და თქვენ რაღაცა ცხოვრების რაღაცა გარკვეულ ისეთ ეტაპზე ხართ, როცა ძალიან დიდ მნიშვნელოვან რაღაცას ასრულებთ, არ ვიცი. საქმეს არ ვიცი, ოჯახს არ ვიცი, ტრანსფორმაციას, მგონია რომ უფრო ტრანსფორმაციას და რთულ პერიოდებს ისეთი არკანი გადმოფრინდა. ახლა ვნახოთ ქალი, რომელიც თქვენ ვერასდროს დაგივიწყებთ. აბა ვინ არის ის ქალი? ხო, შვიდიანი ხმლები. მე რო ძალიან მიყვარს ეს არკანი, აი ეს არკანია, მეგობრებო. თუ მიყურებთ ხოლმე, მიხვდებით, როგორი სარკაზმითაც თქვი ახლა. ნუ რა გითხრათ, შვიდიანი ხმლებით აქაც ენერგიები მომდის, ალბათ ადამიანი, რომელიც ძალიან ჩუმად გაიპარა თქვენი ცხოვრებიდან. ან ზოგადად ახასიათებს ესეთი გაპარვა. ბევრი ვერაფერი გაიგეთ, თითქოს ტყუილიც მოდიოდა ამ ადამიანისგან, თითქოს გგონიათ, რომ გიხალატat რაღაცა ილუზორული მომენტები შეგიქმნათ თავისი სექსუალობით, თავისი ქარიზმით, თავისი განათლებით, თავისი არ ვიცი, აი ძალიან ისეთი ქალია რა, აი какая же, აი ზუსტად ხო რა, какая женщина, ну აი რაღაცა სასწაული ენერგეტიკის მატარებელი ქალი შეიძლება იყო, რომელიც ამას ძალიან ისე იყენებდა რა. ხო, სათავისოდ მეგობრებო. არ არის თლად ისეთი სუფთა ენერგეტიკის მომენტი აქ. კარგით, აბა რა მოხდა თქვენ შორის ეგ ვნახოთ და მერე ახლა თუ ფიქრობთ თქვენზე და რას ფიქრობს, ხო? ეს ვნახოთ რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში და მერე ვნახოთ ახლა თუ ფიქრობს რამეს და რას ფიქრობს კონკრეტულად. აბა ვნახოთ რა მოხდა თქვენს ურთიერთობაში, თქვენს ცხოვრებაში კი არა თქვენი და მის ურთიერთობაში. რა საინტერესოდ დაალაგდა, იქაც იყო ილუზიების მომენტი, აქაც იყო ილუზიების მომენტი, აქაც კვერთხების ენერგია მაქვს, ხმლების ენერგია მაქვს. ნუ მოკლედ. კიდევ ერთხელ გამიმეორდები რა, თქვენ გქონდათ უფრო სავარაუდოდ დიდი ალბათობით ისეთ მიზიდულობებზე, მაგნეტიზმზე, ორი ხმალი, ორი ტუზი მაქვს ხელში, შეიძლება კარმული მომენტიც იყო ეს ტუზი ხმლებით, იცით რა ნაწილში, რა ესე უცებ აფეთქება მოხდა ყველაფრის, შემოვიდა ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, შემოიტანა თუ კი რამე დადებითი შეიძლება ყოფილიყო, აი არ ვიცი, რაღაცა მეცხრეცაზე აგიყვანათ, წყაროზეც ჩაგიყვანათ და არ ვიცი, შეიძლება დაგალევინათ კიდეც წყაროც, მაგრამ უცებ მოხდა ჩაჭრა თქვენი ურთიერთობის, აი არ იყო ეს გრძელვადიანი, აქაც იმპულსურ რაღაც საწყისებზე მგონია რომ ხდებოდა კი ბატონო, აი უცებ მოხდა დაბნელება, უცებ გაფუჭდა რაღაცეები. ხუთიანი ხმლებით გეუბნებით, უცებ გაფუჭდა რაღაცეები. და კიდე მანახე ექვსიანი ხმლებით. ნუ წავიდა, ეს ადამიანი თავისით არის წასული, მეგობრებო. ეს თქვენ არ გყავთ გაშვებული. დატოვა რა ეს ექვსიანი რას მიყვები მანახე? ნახეთ, ხო, იდეაში თქვენ როგორც აი
მეფე კვერთხების, ხო? ისე გრძნობდით თავს, რომ არ ვიცი, შეიძლება მართლა აი ბავშვობაში რომ გინატრიათ ურთიერთობა, ისეთ ურთიერთობად მოგეჩვენათ, იფიქრეთ, რომ დედა ეს ვინ ვიპოვე, ეს რა ვიპოვე, რა კარგ ენერგიებში ვარ და უცებ დაბნელებას ავით, მცივ ენერგიებში გადავიდა, რაღაცა არ ვიცი, შეიძლება ტყუილს და ღალატსაც ქონდა ადგილი, ხშირ შემთხვევაში ხმლების დედოფალი ამასაც ანუ ამასთანაც ასოცირდება ხოლმე, დაიხურა ქუდი და წავიდა. თქვენ ამებიც გიმიეცით? არა. აქ გეტყვით რა მომენტი იყო, ჩემო კარგო ადამიანებო, აქ ან ერთი ვარიანტი საჯაროა და უნდა გავაჟღერო, რომ გათხოვილი იყო ეს ადამიანი და მოკლედ თავის ოჯახს დაუბრუნდა. შეიძლება არც იყო ის ცუდი ენერგია, ანუ როგორ გითხრათ, უსიამოვნო ენერგიების მატარებელი და თვითონაც ძალიან უნდოდა თქვენთან ყოფნა, მაგრამ აი ამ მომენტმა აიძულა და ისე მოიქცა, როგორც მოიქცა. მაგრამ ხო, იმიტომ რომ აქ არჩევანის მომენტი იყო რა. უნდა მეთქვა, რომ სხვა ადამიანიც იყო თქო ორიანით ვიღაცა კიდე, მაგრამ აქ უფრო მგონია რომ ოფიციალურ ნაწილში გქონდათ თქვენი ურთიერთობა ამ ქალთან. უпростоრად ქალი იყო ოფიციალურ თემაში რა, სტაბილურ ურთიერთობაში. და დაუბრუნდა თავის ასე ვთქვათ სიტუაციას, რაღაცა ესეთი ინფორმაცია და ენერგია მომდის თქვენთან ცალსახად ახალი დაწყებული ურთიერთობა. და იქეთ მხარეს იყო სტაბილური ურთიერთობა. ნახოთ ახლა რა გრძნობს თქვენთან დაკავშირებით. რა გითხრათ მეგობრებო? ეხლა ცოტა რაღაცა ისე გულწრფელად რო გითხრათ შემეცოდა. იმიტომ რომ არჩევანის შეყვარებულების არკანი მოდის აქ მაინც. არ ვიცი, შესაძლოა კი არა და დიდი ალბათობით ამ ადამიანს ძალიან ახსო ხართ და ვერც ვერასდროს ვერ დაგივიწყებთ, იმიტომ რომ აქ არის გრძნობა ამ დასტაში ეს დიახაც მოიცავს ზუსტად სიყვარულს და ჰარმონიას, მაგრამ ნუ როგორც წესი მაინც სადღაც პატარა მომენტი რჩება ხოლმე, ხო? სხვა ფაქტორის და ეს ფაქტია, რომ მას ჰქონდა სტაბილურობის სახით და ეს სტაბილურობა მისთვის ზუსტად ის ბარიერი იყო, აი ეს მომენტი იყო, რაც ასე ვთქვათ, აი მას ბოლომდე არ აძლევდა უფლებას, რომ გახსნილი იყო თქვენთან. ამას ხო, აი ეს შემიძლია გითხრათ. კიდე რა შემიძლია ვთქვა, ნახოთ აბა კიდე ახლა არაფერი, ნახეთ გაურკვევლობაში. შეიძლება თქვენ ერთმანეთის არც არაფერი იცით. საერთოდ ბლოკებშიც ხართ, საერთოდ ურთიერთობა არ გაქვთ, საერთოდ არ გაქვთ არანაირი კონტაქტი, ამასაც არ გამოვრიცხავ და თქვენთან დაკავშირებით გრძნობები შემორჩენილი აქვს. ანუ ის მომენტი, რომ ჩუმად გაიპარა, უთქმელად წავიდა, რაღაცა არასწორად მოიქცა, შესაძლოა იცით როგორი მომენტიც იყო, რომ აი ნახოთ, მანახი აბა ერთი უივი თავის გადმოფრინდა, რა უნდა ეს რა გადმოფრინდა. სამიადი კვერთხები. კვერთხების რაინდი და სამსჯავროს არკანი. ნახეთ როგორი მომენტი იყო. შეიძლება იცით თავს ვეღარ გაუმკლავდა, მიხვდა რომ ოჯახს ვერ დაანგრევდა, მიხვდა რომ მორალურად არასწორად იქცეოდა და სამსჯავროს არკანით მიხვდა რომ რაღაცები ძალიან ცუდი შედეგებამდე შეიძლება მისულიყო და ცუდი შედეგი დამდგარიყო. და ამ შემთხვევაში აი თქვენ როგორც აქეთ ცეცხლოვანი რაინდი, ხო, იქით სტაბილური თემა ქონდა, თქვენთან დაკავშირებით მაინც აბა მანახე. გრძნობა ქონდა თქვენთან დაკავშირებით. კი, გრძნობა ქონდა მეგობრებო. დღესა აქვს კი არა, ისეთი მიჯაჭვულობა აქვს განსაკუთრებით ქვედა ჩაკრებით. თქვენ მე ტყუილად არ ვთქვი, რომ წყაროზე ჩაგიყვანათ კიდეც და დაგალევინათ კიდეც თქო. სასწაული მიჯაჭვულობა აქ მეგობრებო, გულწრფელად გეუბნებით, ეხლა შემეცოდა, იმიტომ რომ თავიდან ძალიან სხვანაირი ენერგიები წამოვიდა და ძალიან ისე ავყევი მეც ამ ქალს, მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ რაღაცა თავის აი დაუფიქრებელი ობობის ქსელში გაიხლართა რა, მოდით ასე ვიტყვი, აყვა ემოციებს, უცებ იმპულსებს, უცებ რაღაცა და იქით თემა დაავიწყდა და მე როცა არ ვიცი, შეიძლება თქვენც იყავით ამისი მაპროვოცირებელი, ხო, აი ნახეთ კი, რომ შეიძლება თქვენც ეუბნებოდით, რომ იცი რა, არჩევანი მიიღესა და არჩევანი და მოკლედ მე ისე წავიდა, როგორც წავიდა, მაგრამ თქვენ არასდროს არ დაავიწყდებით. აი ეს იყო. დაგემშვიდობებით, მადლობა.